ისად გავიკეთე. გავიჭრე. ძალიან ჩაკეტე ხა 6 წუთიდან დავქვა. 2 გამარჯობა. რატო გამარჯობა. გამარჯობა. მე ვარ მიშო. ეს ჩემი მწვანე არხია. შეიძლება ჩქარა ვლაპარაკობ, შეიძლება არ ვლაპარაკობ, ჩქარა არ ვიცი. პირველად წერ YouTube, პირველად არ წერ, მაგრამ უბრალოდ ჩემი პირველი ნაბიჯის გადადგმა მინდოდა რომ ესეთი მარტივი ყოფილიყო, რადგან რაღაც კომპლექსები დამეძლია ჩემ თავში. თუ გავცურდე. შემოგთავაზებთ ნებისმიერი სახის ვიდეოებს. იქნება ჩელენჯები, ვლოგები, რაღაცის განხილვები, საინტერესო ინფორმაციები და ასე შემდეგ. ნებისმიერი სახის ვიდეო იქნება აბსოლუტურად ამ არხზე. რადგან რაღაც კონკრეტული მიმართულება არ მაქვს ცხოვრებაში, რომ რა, უბრალოდ ეს მინდა, ეს მაინტერესებს, ბევრი რამე მაინტერესებს და ამიტომ დაკავშირებული არხი იქნება ესეც. ვფიქრობ, რამდენიმე სახის ადამიანი შეიძლება მოერგოს ეს არხი. ვისაც საინტერესებს საინტერესო ისტორიები, ან შეთქმულების თეორიები, ვისაც საინტერესებს სპორტი, ვისაც საინტერესებს გართობა, რაღაც ჩელენჯები და ასე შემდეგ. ბევრი ადამიანი შეიძლება ეს არხი მოერგოს და იმედი მაქვს, რომ სწორედ ასე იქნება მომავალში და შევძლებ რაღაც კონკრეტულ აუდიტორია. როგორი ვარ მე და რატომ გადავწყვიტე YouTube-ის ჩაწერა თუ დაწყება. საკმაოდ ინტროვერტი ვარ, მიჭირს კომუნიკაცია და ალბათ უფრო ამ მომწონს არც იგი და არც აქ. ინტროვერტი ვარ, მოკლედ რო ვთქვა და არც კომუნიკაცია გამომდის დიდად კარგად და ზოგადად რავი, ესეთი სოციალური რაღაცები ჩემი არ არის. мотивация მომცა YouTube-მა იმის, რომ გადავაბიჯო ჩემ თავს, ესე რომ ვთქვა. ბევრი იუთუბერი ამბობს ამას, რომ ინტროვერტი ვარ და ყოველთვის მიყვირდა, რატო როგორ შეიძლება ინტროვერტი იყო ადამიანი და YouTube ვიდეოს წერდე. მაგრამ აი მეც დავიწყე და ვნახოთ როგორ შეიძლება ეს. ანუ მეც დავიწყე და ვნახოთ ახლა როგორ შეიძლება. მართლა შეიძლება იყოს ადამიანი ინტროვერტი და ვიდეოს წერდე თუ ეს უბრალოდ რაღაც აბსურდია. ჩემი ერთ-ერთი გამომწერით ვნახავს მიხვდება რა. აბსურდიას მიხვდება ერთ-ერთი ჩემი გამომწერით ვნახავ. მოკლედ, ჩემი არხის მიზანი, ესე რომ ვთქვა, არ არის პოპულარობა და რამე ცნობადობის მოპოვება. უბრალოდ მინდა შევქმნე ისეთი community, რომელთან ერთადაც გავერთობი, რომლებიც მომაწვდიან იდეებს, დამიწერენ კომენტარებს, მომცემენ მუღამს, ესე რომ ვთქვა, რომ კიდევ და კიდევ დავდო ვიდეოები. მთელი YouTube ამაზეა აგებული და ყველა ადამიანი, ყველა YouTuberi, ვინც YouTube-ს იწყებს, ცდილობს, რომ თავისი გამორჩეული community შექმნას. ძალიან დიდი იმედი გამომწერი მაინც რომ ემატება ამ ვიდეოს შემდეგ. თუ ერთი გამომწერი და ეს ერთი უცხო გამომწერი კომენტარსაც თუ დამიწერს რამე ჩელენჯ იდეის, აუცილებლად შევასრულებ. ვინც ბოლომდე უყურა ამ ვიდეოს კიდე მიღება, რომ ხდება კი არა და მოუნდება ალბათ რომ დაწეროს, იმიტომ რომ მე ყოველთვის მაქვს ეგეთ რაღაცების მოგამი რა YouTube-ზე რო შევდივარ, აი ვიღაც რა რაღაც ჩელენჯს აკეთებს და არის ჭამს ან რაღაც დებიობას ჭამს ან რაღაც აბსურდულ რაღაცას აკეთებს, ყოველთვის საინტერესო სანახავია. და კარგი, თუ არ მოემატება ეს ერთი გამომწერი, თუ ვინმე ისეთ კომენტარს დამიწერს, რომელიც საინტერესო იქნება ვიდეოს გადასაღებად, დიდი სიამოვნებით ავყვები ამ იდეას და გადავიღებ კონკრეტულ ჩელენჯს ან გამოწვევას მივიღებ ნებისმიერი ჩემი გამომწერისგან, ვისაც ეხლა ყავარ გამოწერილი. და ბოლოს. მოკლედ, ვისაც აინტერესებს, როგორ შეიძლება განვითარდეს თემუდან გამოწერილი მით და კომპიუტერით, ფაქტობრივად არაფერი არ მაქვს რა, ანუ არც ფასიანი ვერსია მაქვს რაიმე სამონტაჟო, ანუ არაფერი ისეთი განსაკუთრებული რა. ყველა ადამიანი შეიძლება მოეპოვებოდეს ეს სახლში და ამის გამოწერას თემუდან არავის არ გაუჭირდება დღეს და მინდა რომ იმ ადამიანებსაც ვისაც რაღაც აბრკოლებთ რომ YouTube-ი დაიწყონ რაღაც мотивация მივცე. ანუ მე ვის რა мотивация უნდა მივცე ერთი ვიდეო, პირველ ვიდეოს ვდებ, მაგრამ თუ ოდესმე რაღაცა წარმატებას მივაღწევ ამ ვიდეოს აუცილებლად აუპინავ თუ აქ YouTube-ს რამე ეგეთი ან თავიდან დავდებ ან რაღაც მსგავს ვიზამ აუცილებლად, იმიტომ რომ საიდან დავიწყე ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები საიდან ვიწყებ და სადამდე მივალთ და თუ ჩვენ არ ავნებდებით რაღაც მიმართულებას, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას და დიდი იმედი მაქვს და ძალიან დიდი მუღამი მაქვს, რომ YouTube-ზე წარმატებას მივაღწიო. მადლობა ყურადღებისთვის და გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან დიდ мотивациას მომცემს ეს, აი ვერ აღწერამ ხელა мотивациას მომცემს და
ხო, კიდე მინდოდა მეთქვა, რომ ჩემს მეგობართან მაქვს გამოწვევა, ესე რომ ვთქვა, რომელი ავა პირველი 1000 გამომწერზე. და მისი არხის სახელი არის ფრიტა. ის არ გზაუდევს, რატო ქვია ფრიტა. შეგიძლია გადახვიდეთ და ნახოთ, თუ ვინმე ნახავთ ჩემს აღწერას, აუცილებლად იქნება მისი არხი აღწერაში. ჯანსაღი კონკურენცია მნიშვნელოვანია ნებისმიერ საკითხში და გამიხარდება, თუ ერთად ავალთ 1000 გამომწერზე და თუ რომელიმე დაასწრებს 1000 გამომწერზე ასვლას, იმ ჩელენჯს აუცილებლად რომელიმეს YouTube არხზე იხილავთ. კიდე რა შეიძლება ვილაპარაკო, მე დავჭრა. რატო ქვია მწვანე ჩემ არხს? მწვანე ფერი მიყვარს, ანუ უკან არაფერი, აი მწვანე არის ირემი. მაგრამ მწვანე ძალიან მიყვარს, კომფორტული. ანუ მწვანე ძალიან მიყვარს, კომფორტული ფერია, მშვიდი ფერია და ესე რომ თქვა, რო გითხრათ, რომ ბუნებაში გასვლა და მარტო ყოფნა და სიმწვანის ყურებაზე ვგიჟდებით, ხო არა, მაგრამ ანდახან კარგია სიმწვანე და სიმშვიდე. უბრალოდ მწვანე მიყვარს და ეს არ ვიცი საიდან და რატო, უბრალოდ მიყვარს მწვანე და დავარქვი არხს მწვანე. არ ვიცოდი რა უნდა დამერქვა, არც რამე ლოგიკა აქვს და არც რამე იდეა აქვს ჩემს სახელს. უბრალოდ ის არის, რომ მწვანე მიყვარს. რამდენი ვილაპარაკე მწვანეზე და ჩემს ინტროვერტობაზე. ხო. ეს ვიდეო ეხა არის 16 წუთიანი. ალბათ რამდენი წუთს ამოვჭრი. ChatGPT მითხრა, რომ 4-5 წუთი კაიაო გაცნობის ვიდეოსთვის. შეიძლება ChatGPT-ს არ უნდა ვემხრობოდე YouTube ვიდეოს რო ვწერ. არ ვიცი. მე ვისწავლინა, აღარ დავემხრობი ChatGPT-ს. პირდებით, რომ აუცილებლად უფრო სახალისო ვიდეოები იქნება. ვიდრე ეს დარწმუნებული ვარ, ამაზე ბევრ სახალისო ვიდეოებს შემოგთავაზებს და მე უკვე რა იქნება და როგორ იქნება, არ ვიცი. ესე არის. როგორ დამემშვიდობთ. ოპ